საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელსაც აფასოვებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები, მეთადონი, ალფა-პვპ, კოკაინი, MDMA, კეტამინი, ბუპრენორფინი, მარიხუანა, მცენარე კანაფი და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისათვის საჭირო ნივთები ამოიღეს. დაკავებულებს ბრალდება ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შემდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.